Nika. Nika? რამდენი ხანი უნდა იყო ხა რას ფიქრობ? მე ვფიქრობ მცირე ხანი, დიდი ხანი არა. რატო? ნუ ჯერა ინსტინქტი ამას კარნახობს, ამას კარნახობს. ეხლა პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა ჩემზე კარგად იცი ხა. Kompetenția condes politicos, qualificația și în așa. Algo Karnahovs, male viknebi, ჩვეულებრივად ჩართული სულფასოვან პოლიტიკურ პროცესებში და იმედია შენ გონი ახლა ჩართული არ ხარ არა სულფასოვან ამ წუთში შენ წარმართავ პოლიტიკურ პროცესს გაზამა მე ვიგულისხმე ამ ფიზიკურად მომენტზე შესაძლებლობა გადაადგილების ქალაქიდან გაასვლის რეგიონებში ჩასვლის თუმცა ტკინვეული პროცესი უნდა გაიაროს ქართულმა ოცნებამ ხა წარმოიდგინეთ აი როგორ წარმოგიდგენია ხა ნუ არ არის მართლა არ აქვს კარგი გამოსავალი პოლიტიკურად ყველა შეხვედრა ესენა ამათ არ აინტერესებს არანაირად არც სამართალი იმიტომ რომ სამართლებრივი წესრიგი მორგვეულია თქვენად ეს ვიცით და სამართალთა კავშირი არ აქვს იმას რაც ჩემ თავს ახლა ხდება პოლიტიკურად უბრალოდ აღმოჩნდნენ ჩიხში და უყურებენ ამ პროცესს შემდეგნაირად მელიას გავათავისუფლებთ პრობლემა არის ჩვენთვის იმიტომ რომ აღმოჩნდებით უსახურები და არაფრის მაქნისები რომ კაც ვერტიკალის ჩამოშლა სახელმწიფო დავემუქრეთ დაჭერით ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ ციხისკარები საკნის კარები გაგვეღო და შესულიყო თქვა არა და ახლა ავდგეთ და კან გავუუხმოთ თუნდაც ის სანქცია რომელიც გამოცემულია ჩემს დასაკავებლად ან რა ვიცი რაღაც ახალი ფოკუსი ჩაატარო პრობლემა არის არა ეხლა დაჭერა დავიჭერ საჩივრი აი უცებ რომ დააკმაყოფილონ ეხლა ნუ პრობლემა არის ნუ ეხლა წარმოგიდგენიათ ეხლა ეგ ძალიან პრობლემა არის ეხლა ჩემი პირველივე ბრიფინგი იყო გასაგებია ეხლა სიმართლე უნდა თქვა და ას ვაპირებ ეხლა ენის მოჩრექვას იმიტომ რომ ეხლა შეტანილია ეხლა სარჩელი გასაჩივრებული გვაქვს და ეხლა არც ვარ იმედზე ეხლა პოლიტიკური სასამართლოში ნუ მთელი ჩემი მომდენო პერიოდი ჩემი მთელი რიტორიკა სამართლიანი იქნება ნებისმიერი ქართული ოცნების წარმომადგენლს ქუჩაში თუ კი შევხვდები ან პარტიის ოფისში შემეძლება მივიდე მაგალითად სამგორის რაიონის ქართული ოცნების ოფისში შევიდე და ძალიან თავაზიანად უთხრა რომ ვიტოვებ უფლებას რომ მე რაღაცა რეკომენდაცია მოგცეთ თქვენ და თქვენ ეს გაითვალისწინოთ იმიტომ რომ ამიტომ ამდენჯერ აღმოჩნდა მართალი თქვენი ხელმძღვანელობა აღმოჩნდა ცდარი და დამიჯერეთ მე ვიდრე თქვენ ხელმძღვანელობას სისხლს გავუშრო ელემენტარულად გეუბნები და სუსტები გამოჩნდებიან რომ დამიჭერენ პრობლემა არ ვიცი რას გააკეთებენ რა სიმართლე გითხრათ რა ეცდებიან თუ არა აყვანას მე მგონია რომ ვერ მაგრამ თვითონ ცდელობა ექნება თუ არა არაფერზე არ დგას ეს ჩვენ არაფერზე არ დგას საფუძველი არანაირი არ არსებობს ჩემი შენ საქმეზე ნუ მელაპარაკებენ ხო არა ნულზე ლაპარაკობენ არა ფართო დავზუმო არა შეხედე არსებობს დაპატიმრების გადაწყვეტილება მორჩენილი ამბავია ხო ის უნდა ახსრულდეს ან უნდა გაუქმდეს ხო სხვა ვერ იქნება ანუ შენ პატიმრობის სანქციით ქუჩაში დავდივარ და კოცები არ მიმჩნევენ ეგეთ რა ეგ თუ გააკეთეს მაშინ ხელისუფლებიდან წასულები არიან მომდევნო დღეს ხო ეგ არის ჩამოშლა სახელმწიფო ვერტიკალის კაც პატიმრობა მიუსაჯეს და ვერაპატიმრებენ იმიტომ რომ აი კრუტოია და იმიტომ და კიდია უკაცრავად და დადის მაინც ხო ეს ჩამოშლა ამას ვერ გააკეთებენ ან გააკეთებენ და რატო ვბედავ ამას მოდით რომ თქვენ თუ შეიძლება მართალი ხარ ხო მე რომ ვიყო ოდნავ მაინც ხო იცით დამნაშავის ფსიქოლოგია რა არის ოდესაც მე რაღაცა მოპარული მაქვს გული მისკდება ნებია პოლიციის ახლა წარმოიდგინეთ აი მანქანა რომ მამას რომ მოპარე მარტო ხსნი ამას არა თუ რამე სახსნა რატო უკვირს ბიზინა ივანიშვილს იმას ხსნია თავით ეხეთქებიან კედელს რომ მართლები ვარ და იმიტომ თორე ხა წარმოიდგინე ან ოდნავ ნასვამი როდესაც იხარ საჭესთან ან რაღაცა წყობში არა გაგდა მიდიხარ ქუჩაში მანქანით ნუ ერთი სული გაქვს რომ საპატრულო მანქანა არ შეხვდეს არ გაგაჩი და ფიქრობ დაძაბული ხარ როცა ეხა ყველაფერი წყობს არც ფიქრობ აი არც ფიქრობ პროკურატურაზე სასამართლოზე აა ძალიან მაგარი ეგ ყველაზე მაგარი შენი ფრაზა იყო რომ ესე მართ აი ხო მოსჯილი მაქვს თუ მისჯიან თუ პატიმრობა მომისაჯეთ ასეთი მართალი ცხოვრებაში არ ყოფილა ასე არ მიგრძნია
სრულად გეთანხმები. მართალიო. დედა ჩემიც მეთანხმებოდეს, მამა ჩემიც, ჩემი დაცა, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქროაშვილიც, მამუკა ხაზარაძეს და არ ვიცი, მთელი საქართველოს გეთანხმებოდეს, ხო? ხო და ქართული ოცნების მნიშვნელოვანი ნაწილიც, დიახაც, დარწმუნებული ხედავს, ნუ ხალხი რომ არ შეიძლება რაღაცის კეთება. რა იზავ, ნიკა, ხო? აი, მაგაზე მივედი ისე, მიუბრუნდი რა. მოსჭილი გაქვს. ან უნდა ახსრულდეს, ან უნდა გააუქმო. ეხლა შეტანის გაქვს აპელაცია, გააუქმო მაშინ იმ აპელაციას. ვფიქრობ, რომ საპროცესო კოდექსში ეს არ არის. არ დაიშვა. გააუქმო. თუ არა და მაინც გააუქმებენ. რამუშა, ჩემი დაჭერა უკვე შეუძლებელი არის. აბსოლუტურად. აი, დაჭერომც დაგიჭერონ, შენ დაჭერა შეუძლებელი არის. შეუძლებელი არის. აუთკამი როგორც იტყვიან, ხო? ყველა გამოსავალი მათი ამ სიტუაციიდან არის პიროსის გამარჯვება. დამარცხება ყველა. უპირობოდ ყველა დამარცხება. და დიდი ხანია უკვე ქვეყანა ვარ ჩიხში შესული. დიდი ხანია. მაგრამ ამავე თუ საწყენი რა არის, იცი? დიდი ხანია უკვე ვიცით რა არის გამოსავალი. როგორ გამოვიდით ამ ჩიხიდან, ხო? ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი ახალი არჩევნები, ხო? და როდესაც ერთი უალტერნატივო გამოსავალი მეტი არ არსებობს, აი რაც არ უნდა ხალხი შეიკრიბოს და იფიქროს მეორე გამოსავალზე არ არსებობს ეს მეორე. და როდესაც ასეთი რეალობის წინაშე ვართ, ეს აუცილებლად ხდება და მოხდება. კანონზომიერება მოვლენების მაგიდასთან მოვლენების, ბატონო? თქვათ, მოხდა ისე რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხედით. რას მოითხოვთ თქვენ? აი ახალ არჩევნებს და ნაციონალურ მოძრაობას. ახალ არჩევნებს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ახალ არჩევნებს. ახალი არჩევნები არის ყველაზე მთავარი მიხარდა მოქმედი პროცესების შეწყვეტა. დიახ, ახალი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რატო ვიცით, ახალი არჩევნების შედეგად წელს, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელს ახალი ადმინისტრაცია და საარჩევნო არ არის სხვა გამოსავალი. ნუ ეხლა ხარ ხელისუფლებაში, აი რას იზამ, რა უნდა ქნა? კრიზის სუდა განმუხტვა, ამას ხოლმე და ხოლმე მოახერხებ თუ ჩანიშნავ არჩევნებს. ხელისუფლებაში გაქვს ამდენი დანაშაული, ბიძინა ივანიშვილი. ავიგეთ, ზუსტად იცი რომ არჩევნებს წააგ. მოკლედ, მოლაპარაკებებს, მოლაპარაკებებს არჩევნებს რა უნდა ქნას? ნუ ხო, ნუ ეს არის, ხო და ეს ხო იცი კაპიტულაცია პრაქტიკულად. ეს ნიშნავს და აქ თვით ილუსტრაცია ხდება ამ ხელისუფლების მორიგ ჯერზე, რომ იცის რომ წააგებს და არჩევნები რო არ უნდა, იმიტომ არ ნიშნავს, ხო? ამ არჩევნებს, მაგრამ ნუ მოუწევს, ეხლა ბევრს ანდობებია ხელისუფლების დატოვება. მოლაპარაკების მაგიდას, ეხლა ჩვენ მივდივართ სწორად, ძალიან. საერთაშორისო საზოგადოებამ გამოიღვიძა საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოება გვერდში დაუდგა ქართველ ხალხს, განცხადებაზე კეთდება და ეს არაფერი არ არის ზღვაში წვეთი იმას შედარებით რაც იქნება უახლოს პერიოდში, რვა საქმის კურსში ასევე. კი ბატონო, ამიტომ ამ შვიდად მოლაპარაკების ცივილურად მოლაპარაკების მიმდინარეობისას შევთანხმდებით რომ ახალი არჩევნები ჩატარდება. ანუ დიახაც გამოვა ხალხი საქართველოს გამოვა რუსთაველის გამზირზე და აი როგორც აი ახლა ხო არ ყოფილა საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი საერთოდ CNN, BBC, Al Jazeera, არ ვიცი გერმანული ტელეკომპანია ყველა აბსოლუტურად. ხო და წარმოიდგინეთ ეხლა რა სტენდოფია? არა, ნუ ეხლა ყველა ხდება, ნუ არაორდინალური ვითარება ეხლა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე არის ვადევნებ თვალყურს, არის ზვავის ეფექტი. ამიტომ გამოვა გაზაფხულზე. კაცარი აღარ ნიკანორი არსად არ წერია საბედნიერო. გამოვა ხალხი შვიდობიან ბევრი ქუჩაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ახლა სიმრავლით. მართლები ხო ვართ? ახლა ამავე დროს ბევრნი უნდა ვიყოთ. ჩვენი ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. არა, ნუ დამთავრებულია. მე ეჭვი არ მეპარება არც თulis საჭიროდ. ბევრი ვისაუბრო იმაზე, რაც აქსიომა არის უკვე. ეს ხელისუფლება არის დასრულებული და დამთავრებული. მოდი ამაზე არ მინდა დავაში შევიდე. აი რამდენიმე თვეში მაქსიმუმ ეს ხელისუფლება გახდება იძულებული ახალი არჩევნები ჩაანიშნოს. არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს თეორიულადაც. გახარიაზე მითხარი რა. ხო, რა შეიძლება თუ გახარიას, ნუ ბატონი გახარია. გახარია ამას არ გააკეთებდა 2019 წელი ან 18 წელი რომ ყოფილიყო, ხო? 2019 წელი იყო, 2019 20 ივნისი და გააკეთა ისაც გააკეთა, თვალები დათხარა, გზდია ხალხს, იმიტომ რომ უბრალოდ ხმა ავიმაღლეთ და გავაპროტესტეთ შეურაცხყოფა, რომელიც სულში მოგვაყენეს ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლება, ხო?
კახარია ახლა იყო ძალიან სუსტი ქართულ ოცნებაში. და მან იფიქრა, რომ ახლა მეორე 20 ივნისი უნდა მოაწყოს ბიძინა ივანიშვილმა და მე შეტენიდან მას დიახაც გამოვალ ნომერ პირველი დამნაშავე, რის შედეგადაც ჩემი გუნდის წევრებიც არ დამინდობენ, მომიწევს გადადგომ ჭკუაში აჯობა ერთი სიტყვით. და წარმოვიდგინეთ ახლა საუბარია რომ კახარია კარგი განწყობით გააცილეს პოლიტიკიდან. დიახ, არც მიკვირს, იმიტომ რომ მთელი 2 დღის განმავლობაში მიჯაჭვული იყო მთელი ერი ცისფერ ტელეეკრანებზე, ხო? და ეხლა ვიმეჯექინდა. ხო, ნუ წარმოვიდგინეთ, ახლა სასტრაფოები შემოდიოდნენ, უკვე სპეცოპერაცია იწყება, აქ დაძაბულობა მატულობდა ემზადებოდით უკვე ხო ასე შემდეგ მთელი ერი იყო მოლოდინში და ამ დროს მოულოდნელად გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და თქვა რომ მე უნდა გადავდგე იმიტომ რომ იქ არ შეიძლება ამ ადამიანის დაკავება და ასე შემდეგ ბუნებრივი ასე თქვა აღთოვანება მოყვა ამას და ყველა მოიწონა სისხლისაღვრა და სწორიც არის 200 კი არა 500,000 უნდა იყოს ბოძონება ხო ეხა ეს არის და ეს ადამიანი აღიქნავს ეხა ყველაფერს რას გააკეთებდა რეალური პრემიერ-მინისტრი მე ხა თუ ვარ პრემიერ-მინისტრი და ასე თქვა ნახეთ არ მინდა რომ რაღაცა გააკეთოს ხო მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მე კი არ უნდა წავიდე შინაგან საქმეთა მინისტრმა ხსენი საინტერესო ვირაჟი იყო ეხლა არა ნუ ესე არის ხა გესმით ეხლა სწორია გეთახმებით მოსავით გახარია აქაც ჩანს რომ იყო ძალიან სუსტი თორემ პრემიერ-მინისტრი კი არა მიდის პრემიერ-მინისტრი არა ნიკა არ იყო არ იყო ხა რეალურად ეხლა რა ერთი პირადი მსველი ყავს ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად ნომერაურის შუბერად ეს რას ნიშნავს? ხო, ეხლა ვინც მოვიდა statement ამა ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ბიძინა ივანიშვილი და რატო? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა რომ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი მაინც დაერწმუნებია იმაში რომ წავიდა არათუ პარტიიდან, არამედ პოლიტიკიდან და მე დაახლოებით აი ახალი წასული იყო თითქოს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ერთ-ერთი ქვეყნის ელჩს და არ მოგატყვილებთ, არ მინდა ახლა დავასახელო მისი სახე და გვარი ყველა ვიცით და რეალურად ცდილობა ქონდა ამ ელჩს რომ თავს მოეხვია ჩემთვის მოსაზრება რომ აი ხო ნახეო ბიზნესა წავიდა პოლიტიკიდან ახლა მონებრივია ხტები ვინდოვსია ლაპარაკი ამოვიგე 17-18 არგუმენტია დაუდე მაგიდას ხო აი წავიდა არათუ პარტია პოლიტიკიდანაც მაგრამ ეხლა ეს ელჩიც არ მინდა დავასახელო ვინ არის და ბევრი მიხვდება ალბათ ხო დარწმუნებული არის რომ ბიძინა ივანიშვილმა მოატყვილა ისიც და მისი სახელმწიფოც, რომელსაც წარმოადგენს საქართველოში. იმდენად აირია ქართულ ოცნებაში ვითარება, იმდენად აეჭრა ბიძინა ივანიშვილის კარტი, რომ მოუწია ღიად კვლავ პოლიტიკაში შემოსვლა უკვე ირაკლი ღარიბაშვილის სახით და ამას უკვე დემოკრატიული თავისუფალი სამყარო ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ გაუტარებს. ბევრი რამე არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, საზოგადოებაზე, ოპოზიციაზე, მაგრამ საკუთარმა აი ამ კადნიერებამ ბიძინა ივანიშვილი ჩაყენა ძალიან ძიმე მდგომარეობაში და ეხა საიდანაც გამოსავალი ხო ნახეთ რესე იქცევიან გიჟებს რაღაცა პერიოდი ნიკა რაღაცა პერიოდი უკვე გზავნილი რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას არაფორმალურად მოჭიდებას კარგავდა სამწუხაროდ და დამაჯერებლობა აღარ ხონდა გეუბნებოდნენ რომ პარტიის თავმჯდომარეა რა გინდა რეალურად ფორმალურად უკავია თანამდებობა ეხა ნახეთ ადამიანი ამ ხარისხის არაფორმალური მმართველი დღიდან მოსვლის 2012 წელს საერთოდ გაიქცა ხო საერთოდ ჩემი ანუ პარტიიდან კი არ წავიდა პოლიტიკიდანაც წავიდა ხო და პოლიტიკიდან წავიდა და იმაზე მეტი ბერკეტები აქვს ვიდრე და ყველაზე უარეს რაღაცას ეხლა მე თუ რომელიმე ქვეყნის ელჩი ვინც არ უნდა იყოს თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მე თვალებში ჩამხედავს და მეტყვის ნიკა ჩემო კარგო მე ვეტყვი დიახ გისმენთ ბიძინა ივანიშვილი არ არის არაფორმალური მმართველი ერთპარტიული პარლამენტი არ არის ბოიკოტი გამოაცხადეთ თქვენ და არ შედიხართ და ლეგიტიმაციას არ ანიჭეთ პარლამენტს ეს ცუდია ან ყველაფერს თუ პირიქით მეტყვის მე უფლებას ვიტოვებ რომ უთხრა ყველას ვინც არ უნდა იყოს რომ ეს ასე არ არის და თუ კი მაინდა-მაინც ამ პოზიციას დაიკავებს ნებისმიერი ეს ასე ნამდვილად არ არის თელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე ერთი თვალით გაიღვიძა ეხლა მეორე დღესაც გაახელს
და თუ კი რომელიმე ქვეყნის ელჩი მაინც აპოზიციას დაიკავებს აქ ადგილზე და იტყვის რომ ეს ასე არ არის ნუ ის იქნება უბრალოდ როგორ გითხრათ ეხლა ძალიან მარგინალურ პოზიციაზე მყოფი იმიტომ ჩვენს უკვე ჩვენი შელებია იქნება ეს მარგინალიზაცია ასეთი პოზიციის და მარტო მე არ ვიქნები რომელიც გიჟივით არა მე დიდი ეს არის 2x2 4 დღეს ნებისმიერი პარტნიორი თითქოს პარტნიორი ან საქართველოს მოქალაქე ან თითქოს კეთილსურველი ვინც იტყვის რომ ქვეყანას სადაც გვინდა რომ დემოკრატია ვითარდებოდეს სადაც გვინდა რომ მართა მერიტოკრატიული ასე ვთქვათ წესწყობილება იყოს რომ მერიტოკრატიული მართლობა იყოს სადაც ბავშვი თუ კარგად ისწავლის და განათლებას მიიღებს თავისით მიაღწიოს უნარჩვევების შესაბამისად წარმატებას და ასე შემდეგ აი ეს ქვეყანა რო გვინდა რომ იყოს ასეთი და ვინმე მოვა და მეტყვის რომ იცით რა ეს ასე ხდება არაფორმალური მართლობა შენ გეჩვენება მორჩა გათავდა უნდა ვამხილოთ რომელი სახელმწიფოს ელჩიც არ უნდა იყოს უნდა ვამხილოთ ხახნო და ეს იქნება რა მორჩა გათავდა და მე უკან არა აღარ დავიხევ რა ნამდვილად რა ეხა ირაკლი ღარიბაშვილი ეხა ირაკლი კობახიძემ და გიორგი ვოლსკიმ და კახი კალაძემ და არ ვიცი ვინ არიან კიდე ამათმა რო არ დანიშნეს ნუ არჩი ტალავკაზე ხო ცხადზე უცხადესია ბიძინა ივანიშვილმა დარეკა უბრალოდ წარმოგიდგენიათ რა ქვეყანაში ცხოვრობ ლუაშვილი მოვიდა და ხო ნუ გამოაგზავნა კიდე უფრო ისე თქვა რომ ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანი რომელიც ანტაგონიზმს ამჟღავნებს მთელი თავისი ამ კარიერული პერიოდის განმავლობაში ბრიუსელში ვერ იტანენ და ვერ ისედაც დაპირისპირებულ ჯგუფებს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ანუ კიდე უფრო აშორიშორებს პოზიციებს ხო ეხლა აი ესეთი ადამიანი რომ მართლად მოვა და კიდე ვინ უცხოელი ხარ ქართველი ხარ და კიდე ამბობ რომ ოპოზიცია შენ ხარ უფრო მეტად უფრო მეტად დიახაც არასწორი ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და ასე სისულელებ ქართული ოცნება თუ დღეს აქებს რომელიმე ცალკე აღებული ელჩი ეგ ეს ნიშნავს რომ სხვა რაღაცაშია საქმე იმდენად შავი თეთრზე არის და მე ნამდვილად არ ვაპირებ ენის მოჩრებას ხახო გამორიცხული არ ვაპირებ იცით რატო არ ვაპირებ ზუსტად ვიცი ხო რომ ერთ ჩვენი ერთხელ ცოცხალი არ ვიქნები რა ნუ ხა როგორც ბევრი ადამიანი და ყველა 100 წლის შემდეგ მაგრამ არ ვიქნები მით უმეტეს შეიძლება იმაზე მალე არ ვიყო ვიდრე მე მინდა იმიტომ რომ ისეთი ცხოვრება ავირჩიე მაგრამ დარდით მაინც არ წავალ და იმიტომ რომ რომელიღაცა სახელმწიფოს ელჩი არის წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში 1 თვე 2 თვე 3 თვე 4 თვე შეიძლება მე ენას პირი დავაჭირო მაგრამ ეხლა ყველაფერს არის საზღვარი ხახნო და როდესაც ხედავ კრიმინალს და კრიმინალზე მეუბნებიან რომ ეს არის დემოკრატიის შუქურა და მიიღე ასეთად როგორიც არის მორჩა გათავდა წერტილი დაესწრება რა და ეხლა პარლამენტში როცა მეუბნებოდი 3 კვირის წინ შედი უცხოს გულის ხოდა არ შევედი იმიტომ რომ თქვი რომ ეს ღალატი იქნება ვიზაბრი თქვა ამერიკის შეერთებული შტატების უცხოს გულის არ მინდა ეხლა და მიხდება ინგეუბნებოდა და პარლამენტში მიხდება ჩემო ნიკა მიხდება და შემთხვევით არ ვსაუბრობ ამ ყველაფერზე იმიტომ რომ როდესაც 3-4 კვირის წინ პარლამენტში შესვლას გთხოვდნენ და ამით მართლაც ღალატს ჩავიდენდით ჩვენ და დავემსგავსებოდით იმ ადამიანებს რომლებსაც აღარაფერი აღარ დაჩა სამწუხარო ჩვენ და სამწუხარო ზუსტად გეუბნებით რომ ის ადამიანები შეყვანილები არიან პირადი ძალისხმევით ვიზეს თქვენ მოპარულ დიახაც არჩევნებს გავუფორმებდით მაშინ ხო პროკურორი არ მოვიდოდა ჩემ დასაჭერად ამ მდგომარეობაში პარალელურ სამყაროში რომ მგონია თავი ხო არ აღმოჩნდებოდით ახლა ხო არა რა თქმა უნდა ხო და მეკითხები მე ხა ყველას მათ შორის ელჩს ყველა იმეც რომელიც თხოვდა მე შედი პარლამენტში რო შევსულიყავი მე დღეს ამ მდგომარეობაში ხო არ ვიქნებოდი და დღეს რო არ შევედი პარლამენტში შემთხვევით ამიტომ ხო არ აღმოჩნდი რო არ დაუხარე თავი უსამართლობა შემთხვევით ამიტომ ხო არ აღმოჩნდი რო არ დავემონე
პროკურატურას, ამიტომ ხო არ და ამას აღმოჩნდა. შემთხვევით პოლიტიკური დევნა ხო არ ქვია, ეგეც კითხეთ. კი ბატონო, მეკითხები ახლა თანაშემწეები ხვალ გადაუთარგმნიან და მიაწვდიან. ამიტომ თანაშემწეები, რომლებიც უთარგმნიან, ერთი კონკრეტული პარტიიდან არიან, ძალიან დიდ ბოდის გიხდით, ასევე ზუსტად ვიცი რომ როგორ ლაპარაკობთ. ამიტომ მინდოდა ამისი თქმა, იმიტომ რომ როდესაც მართლაც გზაგასაყარზე ვდგავართ, ან ტკინვეული საბჭოთა წარსული რაღაცა სხვა მოცემულობით, სხვა კონფიგურაციით, ეხლა არ მალობს ის კაცი, ეს პუტინიო, საბჭოთა კავშირი ახლებოდ უნდა აღოდგინო, ხო? ჩვენ გავუშვით. როდესაც გვაქვს ერთის ციტატას, როგორც საბჭოთა კავშირში. ეს პერსპექტივა, დიახ, ეს პერსპექტივა, ნიკა, ხო, ეს პერსპექტივა. მეორეს მხრივ გვაქვს სვლა ცივილიზაციისკენ და ჩვენ გვინდა აქეთ სიარული და ამ დროს წესი და რიგით პარტნიორი სახელმწიფო ზელში, რომელიც მე ამ გზაზე უნდა მეხმარებოდეს და მეუბნება რომ აი აქ კარგია, ეხა ეს დანაშაულია, რომ ამაზე საჯარო საუბარი დავიწყოთ. მე ვსაუბრობ. არა, მე რიტუალურად ვსაუბრობ. ვისაუბრეთ რამდენიმეჯერ საჯაროდ. ბევრჯერ ვისაუბრე და ვისაუბრებ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით რა. ეს არ აუშავს სამაგიეროდ პარტნიორის მთავარმა, ასე ვთქვათ, ინსტიტუციებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, მოდით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უმკაცრესი განცხადება გააკეთა და ელჩმაც დაადო. თელმა სოფიომ გაიღვიძა ნიკა, იღვიძებს, იმიტომ რომ ბევრს არ ეგონა ის, რაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცოდით, მაგრამ როგორც ჩანს, ეს უნდა მომხდარიყო, რომ შეზანზარებულიყო დემოკრატიული სამყარო და განცხადებაზე გაეკეთებია. მაგრამ ხედავ რამდენიმე ადამიანს, რომელიც იხტიბარს არ იტეხს და განცხადებაც კი პირადად არ გაუკეთებია, ხო? ეხლა გავრილობის საქმეზე, როდესაც ასამართლებენ ადამიანს და შენ წესი და რიგით დემოკრატიული ფასეულობის და ღირებულების, არ ვიცი მე, გამავრცელებელი უნდა იყო ამ ქვეყანაში და დამეხმარო მე დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, მეტ ხარდაჭერას ითხოვს ნიკა მელიაკი არა, ეს ქვეყანა. ხო და ამიტომ გეთახვევით, ნუ ეს არის და ხდება გული უნდა ვისწავლოთ, მიდიან და მოდიან პარტნიორები რჩებიან. პარტნიორები რჩებიან, გული არ მწყდება პირიქით. ვარ ძალიან გახარებული, რომ ხდება ის, რაც ხდება და ალარმიზაცია მოხდა და იმაზე ხიზლად არის უკვე ბევრი ადამიანი, ვიდრე ბევრ ჩვენ გულმხურვალე ხარდაჭერს ჩვენი ქვეყნისას უნდოდა. რაც შეეხება აქ მიმდინარე პროცესებს, ეხლა თქვენ ეთერით მინდა დიდი მადლობა ვთქვა, დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ აქ ყოფ ადამიანს. ძალიან მაგარი. ეს არ არის ადვილი, ეხლა პირდაპირ გეუბნებით. დავიყო ძალიან. აქ უბრალოდ მერიდება იმდენად მაგარი ქართველები არიან, იმდენად მაგარი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომ პრაქტიკულად მგონია, რომ ჩვენ ყველა დასახულ მიზანს, მართალ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. მერიდება, ეხლა ვცდილობ, რომ 2-3 საათი დავიძინო, ხო? რომ მეორე დღეს, ანუ ინტერვიუებია, მომავალი შეხვედრა, მერიდება, როცა ვიცი, რომ ასობით ადამიანი ფეხზე დგას და ამ დროს შენ იქ უნდა წამოწვე და ძალიან მიჭირს ამის კეთება და შეიძლება უდნა შემეტყო კიდევაც ეხლა ესმის, მაგრამ არსებობენ ლიდერები და არსებობენ ისინი, ვინც იდეას ემსახურებენ. მე კიდევ არ ვიცნობდი ამ ფაქტს. შენ აღარ ხარ ბევრ ადამიანს ლიდერი. ეგ მინდა და მეკითხა სხვა ჩარის. როგორ არის შეგრძნება, როცა ხარ სიმბოლო? შენ აღარ ხარ უბრალოდ პოლიტიკოსი ან ლიდერი ან სახელმწიფო მოღვაწე, სიმბოლო გახდი. აი ეს შეგრძნება, აცნობიერებ ამას, რომ სიმბოლო ხარ. რაღაცა სხვა რამბლო ხდება ჩემ თავს, ამას როგორ ვერ ვათქვი, ხა ვძნობ. უდიდესი პასუხისგებლობაც, უდიდესი პასუხისგებლობაც აქვეა, მაგრამ როდესაც ანუ მართლაც პირდაპირ გაგებით, აი დედის თაობის წარმომადგენლები და ნახავდი და როგორც შვილს ისე დარაჯობენ, რომ ვიღაცა არ მოვიდეს და არ მომიპაროს. ეხლა წარმოვიდგინეთ ამ მდგომარეობაში, როცა მამის ასაკის ადამიანი დგას და ხიზლად ფეხზე მთელი 10-12 საათის განმავლობაში ატარებს მიმდებარე ტერიტორიაზე და შენობაში, რომ მე დამიცვას და
ჩემი დაცვით ახლა ამ წუთას ქვეყანა დაიცვას, დიახაც ეს რეალობა შეიქმნა. ნუ როგორ არ უნდა ვიყო მაქსიმალურად მობილიზებული. როგორ არ უნდა ვიყო მაქსიმალურად მობილიზებული და როგორ არ უნდა მომეცეს კიდევ უფრო მეტი ენერგია და დიახაც არ არის აქ უკვე პარტიულ პოლიტიკაზე ნიკა საუბარი. არ შეიძლება საერთოდ რაღაც შუაშია, ხო? აქ არის ან გამარჯვება ან დამარცხება, ჩემი და შენი არა. ეხლა ლუკაშენკოც ასე აირჩიეს 94 წელს, აირჩიეს და დღემდე ვერ გადაირჩიეს. სხვათა შორის. და ეხლა გადაირჩიეს მხოლოდ და არ მისცა შესაძლებლობა. ახლა თუ გადაგტეხა წელში, ჩვენ ამ რეპრესიულმა მანქანამ, ხო? შეიძლება ვერ გადაგტეხავს. არა, დაუშვათ, შეიძლება. შეიძლება ბევრმა ადამიანმა პოლიტიკოსის რა მაქო? ალღო. მეც მაგ ჩემი ალღო და დარწმუნებული ვარო ეს. შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიძლება აქ მოვიდეს აღებად სანდოს, მაგრამ გადატეხა ჩემი ფეხით მე გამორიცხულია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ვარ ძალიან სწორ მხარეს ისტორიის 100,000-ობით საქართველოს მოქალაქის ერთად. ვერ ეღირსება ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტში არ შევედია, თხოვნით შედიოდ, ციხეში რატო შევიდე? უდანაშაულო ადამიანი ხარ. ვაპატიეთ, ეს იქნება ყველაზე დიდი სიზუსტე, რაც შეიძლება ახლა გავაკეთო ამ წუთას. ციხეში შენ აპატიმრებ საქართველოს. გამორიცხულია და ბიძინა ივანიშვილმა დაგაპატიმრა შენ თუ შეხვალ ციხეში, შენ დააპატიმრებ თელ საქართველოს. ეს იცოდე ზუსტად. ხო და არც მიფიქრია, ჩემონიკა და აქედან გამომდინარე ქართულ ოცნებას აქვს შანსი ჯერ კიდევ მოვიდეს გონს, თუმცა არ მჯერა, იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამიტომაც არის იქ სადაც არის. ამიტომაც არის, დიახაც, იქ სადაც არის ადამიანი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს 40 ოფისი დაგვირბია, ხო, 40 2015 წელს. ამიტომ დიდი მადლობა ყველას სოლიდარობისთვის, მაპატიეთ რომ შესაძლებელია იმდენი ვერთქვი რაც და ისე ვერთქვი რაც სურდა მეთქვა ცოტა უძილობის ბრალიც, ამიტომ რომ ისე მეტი უნდა დაიძინო ჩემი. არა, მერიდებ, პირდაპირ გეუბნები. ეხლა შეუძლებელი არის, როდესაც აი ქალბატონი ეთერი ხო 67 წლის 68 წლის ასაკში ხო დგას და არიძინებს. საოცრება ხდება ქვემოთ ნამდვილად. დარაჯოს, ეხლა ჩემს ოთახს რაღაცნაირად ვერ ვიძინებ, გესმით? პრობლემა მაგ ვერ ვიძინებ. გუში პრაქტიკა. აი ესე აღგზნებულიც ხარ ალბათ აი ეიფორიაა და მესმის. ხო და ვინ რომელი სპეცნაზელი უნდა მოვიდეს, რომელი რობოკოპი, რაბიძი და ივანიშვილი. მაკრო არ იქნება ეგრე, მაგრამ ვინც გაბედავს აქ მოსვლას ის იქნება დანაშაული ისტორიის წინაშე. იმიტომ რომ აქ მოსვლით, ხო, მაგრამ მოდიოდნენ. მოსულები იყვნენ პრაქტიკულად. აქ მოსვლით, 9 საათში უნდა მოსულიყო, გახარია რომ არა. აქ მოსვლით ჩვენ რამდენიმე დღეში გავიმარჯვებთ. კი არ დაუმარცხდებით. ისინი თუ აქ მოვლენ, ჩვენ რამდენიმე დღეში გავიმარჯვებთ. არ პედაგოგია რამდენიმე დღეში გავიმარჯვებთ. და ისინი თუ აქ არ მოვლენ, მათ შანსი აქვთ, რომ რამდენიმე თვეში ნორმალურ, ასე ვთქვათ, ვითარებაში ჩანიშნონ არჩევნების შედეგად შვიდობიანად წავიდნენ გასაგებია. ეს არის